ინტერნეტ ტელევიზია გოგა GGG-ს პარტნიორია სამეფო სილამაზის სახლი, რომელიც მდებარეობს ყიფშიძის 20 ნომერში. დავიბადე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეგიონში, კახეთში, ქალაქ თელავში და თელავი ჩემთვის არის სამყარო, გარკვეული საზღვრებიც არის, ღრუბლიც არის და იმავდროულად ნიშნულებიც არის, ორიენტირები, კრიტერიუმი ცხოვრების და სტანდარტი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი. ბავშვობაში მეგონა რომ გამოვიდოდი მაგარი ფეხბურთელი და თან მაგარი მომღერალი და მე მგონი ნაწილი მაინც ამოცნების ახდა. მიგრანტებს პირველ რიგში მოვიკითხავდი დიდი სიყვარულით აი ეს უკანასკნელი სიმღერა, რომელიც გამოვიდა ჩემი ხალხი სწორედ მათ ეძღვნებათ, მათ შრომას, თავგანწირვას. მე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მადლობელი ვარ, როგორც შემოქმედი მუსიკალური პროდუქციის ავტორი, იმიტომ რომ სწორედ მათი წყალობით არის რომ ეს გრძელდება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სწორედ ისინი რო უყურებენ ამ ყველაფერს YouTube-ზე, გარკვეული შემოსავალი დგება და მე იწერება მომდევნო სიმღერები. ანუ ფაქტიურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი თავიანთი ამ ინტერესით მოსმენებით ყიდულობენ დისკებს. დიდი მადლობა და გააგრძელონ ესევე და მეც გავანებივრებ მათ შემდგომი სიმღერებით. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა ვიმოგზაურო მთელი მსოფლიოს გარშემო, გადავიღო ფილმი ჩემი რომანის მიხედვით და გამოუშვა მინიმუმ 1-5 ალბომი, რომლებსაც ჩემი შვილების სახელებს დავარქმევ. ოჯახი ალბათ რაღაც ის არის, საზროვნო კლიშეა. ხან ვიძახი ხოლმე, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი ითრგუნება, სადაც ადამიანი ნადგურდება, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც ალბათ ეს არის, რომ გავნადგურდეთ და მე ესე აღუდგეთ და ოჯახი ამის საშუალებას აკეთებს, ხან წაგშლის, ხან მე ახლიდან აღუგადგენს და აი ადამიანის გაუთავებელი ბრძოლების ადგილია ოჯახი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფითად ფიქრობ, ძალიან დადებითად და მინდა რომ ყველა ქართულ ოჯახს გაუმარჯოს და ღმერთმა დაალოცოს და რაც შეიძლება მოარიდოს განსაცდელი და რაც შეიძლება მეტი სიკეთე მისცეს, იმიტომ რომ სიკეთე ერთობა ჩვენ გვჭირდება როგორც არაფერი. ბოლოს ვუთხარი რომ მიყვარს ერთ გოგონას და ხშირად ვეუბნები ხოლმე გოგონებს, იმიტომ რომ ისინიც ხშირად მეუბნებიან და არ შეიძლება რომ არ უთხრა. და საერთოდ მე მგონია ხა მეგობრებსაც უნდა უთხრა ბიჭებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სიტყვაა და მოვლენა. თუმცა ხშირად ლოცულობ ხოლმე და ხშირად მედიტაციასაც მიმართავ, რაღაც ის პრაქტიკებს მივდივარ და მე ვფიქრობ, რომ იქაც სიყვარულს უგზავნი ყველა ახლობელს და ასე რომ ესეც ამასაც თუ მივათვლით, კი ბატონო, ყველა ბევრს ვეუბნები რომ მიყვარს. ბიბლია ჩემთვის არის საარსებო კოდექსი და იმავდროულად ყველა კითხვის პასუხი და ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება ჩემში დაიბადოს, ეს ბიბლიაში შეიძლება იყოს. ადამიანში ვაფასებ ერთგულებას, სიკეთეს, უანგარო და უსასრულო სიკეთეს, თავგანწირვას. მე მეშინია ადამიანების და საკუთარი თავის ღალატის. ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავებიდან თუ წარმომადგენლებიდან დუეტის ჩაწერას ვისურვებდი. სოფო ნიჟარაძესთან ერთად მინდა რაღაც სიმღერაც კი მაქვს უკვე მოფიქრებული დაახლოებით აი კლასიკურ საოპერო რომანსულ სტილში, აი როგორც მერკურმა და კაბალიამ გააკეთეს ერთ დროს და უკვე სიმღერა პრაქტიკულად იწერება თუ დამთავრებული, ანუ მთავარია ჩანაფიქრი არსებობს. კიდევ შეიძლება რომელიმე ნიჭიერის ვარსკვლავთან, აი მართლა ნიჭიერი რომ არის და არა ისე რომ ტაშს რომ უკრავა ხოლმე რაღაც, აი მართლა ხალასი ნიჭით რომ არის დაჯილდოებოდათ. ქართული რო უყვარს, ქართული სიმღერები და რაღაც ინგლისური. მე ვოცნებობ ძალიან მაგარ საკონცერტო პროგრამაზე და მე უკვე ტურნეზე მთელი მსოფლიოს გარშემო და პლუს მინდა რომ ჩემი საყვარელი აუდიტორია რომელიც მისმენს ის
სეგმენტი არ მხოლოდ ქართველებით შემოიფარგლებოდეს, არამედ საერთაშორისო იყოს. მინდა დამიმახსოვრა როგორც მწერალი, პოეტი, ხელოვანი და ცუდი არ იქნება თუ კარგი მოაზროვნე პოლიტიკოსიც ვიქნები. პოლიტიკა შეიძლება არ იყოს კონკრეტულად ჩემი საქმიანობა, მაგრამ ჩემი ხალხისთვის, იმ საზოგადოებისთვის, სადაც ვიცხოვრებ, სიცოცხლის ბოლომდე მინდა გარკვეული სოციალური პროგრამა, რაღაც ქცევითი სტრატეგიები შევქმნა, რაც მათ დაეხმარება გადარჩენაშიც და რა თქმა უნდა წინსვლაშიც. პრეზიდენტი რომ ვიყო, დავნერგავდი, რაღაც არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ მიზანს გისახავთ და ეგრეთ თქვენც ფიქრეთ მაგაზე. დავნერგავდი ისეთ ან წამალს, ან მიცემდი დავალებას ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, გამოიგონონ ისეთი მეთოდი, რომ ქართველებს ამოუკვეთონ გენიდან თუ საიდანღაც სიზარმაცე და ორპირობა. სიმართლე გითხრათ, წიგნებს დიდი ხანია უკვე აღარ ვკითხულობ, ან ვკითხულობ ინტერნეტში. და ბოლოს თუ არ ვწდები წავიკითხე ანდრე მორავიას სიზღი ჩემს განვლილ ცხოვრებაში შევცვლიდი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას და უფრო მეტი სიყვარული და უფრო მეტი პატივისცემა მექნებოდა რაღაც პერიოდში ცხოვრების რაღაც ეტაპზე საკუთარი თავის მიმართ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, კონკრეტულად Facebook-ს, მართლა შეუფასებელია ეს როლი, სულ ჩართული მაქვს, სულ რაღაცას პოსტავ, ან ფაქტიურად პირდაპირ შინაგანი დიალოგის პროცესში ყავს დაყენებული Facebook-ი, რაც აზრი მომდის, ესევე ვცდილობ, რომ ვეჭტური სახით წარმოვადგინო, პარალელურად, რა თქმა უნდა, აქტიური იუთუბერი ვარ, ერთ-ერთი ლიდერი ვარ საავტორო არხებში, ქართულ საავტორო არხებში და მეამაყება კიდეც პარალელურად აქტიური ბლოგერიც ვარ WordPress-ზე. უფრო ფსიქოლოგიური სახის მასალებია, მაგრამ მაინც. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს. რაღაც კუთხით შეიძლება შემცირდეს კიდეც სოციალური მედიის გავლენა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ დადებითთან ერთად დიდ ენერგიას ისრუტავს ჩემი. ქართული ტრადიცია, რომელიც მომწონს, აი ორია, ეს არის სუფრა და მეორე არის, რომელიც უფრო ძალიან მომწონს, ეს არის პატივისცემა უფროსების მიმართ. ეს მართლა რაღაც უნიკალური რამეა, მით უმეტეს დღევანდელი მიმდინარე პროცესების ფონზე და რომელიც არ მომწონს, იგივე სუფრას ეხება, მაგალითად თამადა რომ ძალიან მკაცრია და უნდა დაეთხო ტუალეტში თუ გინდა გასვლა, თამადას უნდა გაგებინო რომ გასვლა გინდა ტუალეტში. მე ვფიქრობ, დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ეს არის დაბადების დღე. როცა დავიბადე, ესევე შეიცვალა ცხოვრება. მაშინ ვიყავი რაღაც გაყინულ მდგომარეობაში, მე მოვევლინე და იძულებული გავხდი, რომ მოძრავებულიყავი რაღაც გამეკეთებინა და როგორმე გადავრჩენილიყავი ამ ქვეყნად. ისე სერიოზულად რომ ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეებია, მე მგონი, როდესაც ადამიანი უსარგებლო ინფორმაციას იცილებ თავიდან, უსარგებლო ადამიანებს, მავნე ადამიანებს იცილებ თავიდან და რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ. მე ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით 12 წლის წინ იყო ესე, რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეგეგმა და ნაგავი გამეტანა ჩემი ცხოვრებიდან. ჭორი, რომელიც მომისმენია საკუთარ თავზე, ეს ერთეულოვანია, ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო მესმის ხოლმე, ზოგი იძახის, რომ სოხუმელი ვარ, ზოგი იძახის, რომ ემიგრანტი ვარ, ზოგი ამბობს, რომ 30 წლის არისო. აი, ძალიან მრავალგვარია რა. მით უმეტეს ახლა მახსოვს თელავის უნივერსიტეტში მუშაობდი რექტორის რჩევლის თანამდებობაზე, მანამდე რაღაც კიდე სხვა დაწინაურების შესაძლებლობები იყო ამ განათლების სფეროში და მაშინ ამბობდნენ განათლების მინისტრის მწყოლი იყო და იმიტომ დაწინაურდა. და რა მოკლედ მარტო უსმინე ჩვენს აი ამ ადამიანებს საკმაოდ კრეატიულად იგონებენ ამ ჭორებს. მილიონი რომ მოვიგო, აუცილებლად ჩავწერდი ამ ალბომებს. დავარიგებდი ახლობლებში, იმიტომ რომ მინდა რომ მეათედი მაინც ჩვენი ქრისტიანული ტრადიციით და ზოგადად ხელგაშელი ადამიანის ტრადიციით აუცილებლად წავაქო მოქმედებაზე.
ალბომები, მოგზაურობები, აუცილებლად მინდა ფილმი გადავიღო ერთ-ერთ ჩემს მოთხრობაზე და მე ამ ფილმს დაუწერო მუსიკა. ამ ფილმსშივე რაღაც როლი მაინც ვითამაშო, ყოველ შემთხვევაში მწყემსის ან ინგლისლეკვის ან რაღაც და სიმღერაც ჩემი იყოს და ბოლო ჯამში რეჟისურაზეც უარს არ ვიტყოდი. აი ამ მილიონი შესაძლებელი იქნებოდა ამ ფილმის გადაღება. ვისურვებდი თუ არა ჩემნაირ მეგობარს, რა თქმა უნდა ვისურვებდი, იმიტომ რომ მგონია რომ ერთგული ვარ, მგონია რომ მამოტივირებელი ვარ და საინტერესოც ვარ და არ დავზარდები თუ დახმარება სჭირდება ადამიანს და თან მით უმეტეს მგონია რომ ის მახვილი თვალი მაქვს და შეიძლება ბევრი რაღაც კეთილი და კარგი რჩევა არ მივცე, მაგრამ ყოველთვის ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვეტყვი. 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია თავი ფლორიდაში. ოჯახთან ერთად ეს შავკანიანი მაიამის მომღერლებთან ერთად მღერით რაღაც სიმღერებს დაახლოებით ბონი ემის სტილში, საზღვრო ბედნიერება და იდილია და თან ნახოთ დიდი საქველმოქმედო საქმიანობა. მე მგონი ყველაზე კარგი საქმე რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ის რომ უზრუნველყოფს სხვა ადამიანების ბედნიერება. სიამოვნებას მანიჭებს ღრმა ემოციური ურთიერთობები, ღრმა და არა შაბლონური და არა სტანდარტული გადაწყვეტილებები და ასეთივე ადამიანები. ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება უახლოეს 1 წელიწადში კონცერტები საზღვარგარეთ, აუცილებლად მინდა გამოვუშვა აპრილში საავტომობილით სიმღერების კრებული ან გინა ალბომი დაარქვით, მე და შენ, ესეც სახელწოდება იქნება. და აუცილებლად მაქვს ერთი წიგნი გამოსაშვები, რომელსაც ქვია ლიდერის დღიური და ვიმოგზაურო აშშ-სა და კანადაში.